აქვს ივანიშვილს კრიზისი, როგორ გონიათ, რასაც ჩვენებს ეს პოლიტიკური გადაადგილებები არის ამის მანიშნებელი? მადლობა მოწვევისთვის. მადლობა მოსვლისთვის. მე მგონი დიდი ანალიზი ამ ადამიანების არც პროფესიული გამოცდილების არ ღირს და არც მათი ეს მლიქვნელური შემართების, იმიტომ რომ ეს ხალხი ლილუაშვილი იქნება, ოხანაშვილი იქნება თუ ის დანარჩენი სამი ბედოვლად ვინც მის მოადგილედ დანიშნა, ისევე როგორც მისი წინამორბედი მოადგილეები არც პროფესიონალიზმით გამოირჩეოდნენ არც ერთ ეპოქაში. ეხა 6 თვე თუ 6 წელი რომ იმაში იყო თავმჯდომარედ ლილუაშვილი, ითვლება რომ მან მეტი იცის ვიდრე თავში ხვეული რო არ აქვს ისეთ ოხანაშოს, მაგრამ მინდა შეგახსენოთ რომ ამ თვალსაზრისითაც რა იყო ლილუაშვილი. ლილუაშვილი იყო ქართუს ბიუროკრატი, რომელსაც ერთადერთი დამსახურება ჰქონდა უსიტყვოდ ემორჩილებოდა ივანიშვილს და მეორე დამსახურება ჰქონდა რომელიც მის არა უშიშ საფრთხეების ესე ვთქვათ ცოდნასთან იყო დაკავშირებული, არამედ იყო მესენჯერი ამ შემთხვევაში უფრო დასავლეთთან და უფრო კონკრეტულად ამერიკაში დადიოდა ხშირად. სადაც მესენჯერის ფუნქცია ძალიან ლიმიტირებულია, ის მიდიოდა პოსტალიონივით რაღაცას ეუბნებოდა და მას რაღაცას უკან დააბარებდნენ. მას მეტი არც ლიმიტი, არც ისა და ნუ ხა ივანიშვილის კარზე რა უბედურება ხდება საკადრო თვალსაზრისით, იმასაც ისიც მეტყველებს რომ ამერიკელებთან ინგლისურით მოლაპარაკე ადამიანი მაინც რო ეპოვნა, ვისაც ენდობოდა და გააგენებინებდა სათქმელს, ესეთიც არ ყავდა, აგერ იმიდან პუტინის მაგალითზე რო ავიღოთ, იმიდან ამოათრია ის კირილ დიმიტრიევი, რომელსაც ინგლისური მაინც იცის, ეგეთივე ფუნქციას ასრულებს რა მესენჯერის. უბრალოდ მე იმისთვის მოვიყვანე, რომ მაინდა-მაინც რაღაც დიდი ცოდნის რაღაცა გრაალის მცველად ამ ლილუაშვილს ვერ გამოვიყენებთ. მსოფლიო ეკლესიების ისტორიაში, ყველა ქვეყნის ეკლესიის ისტორია რო ავიღოთ, აი ამ ხელამოცულობის გაჟონვა, რაც საქართველოს უშიშროებას ჰქონდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით, ესეთი რამე საერთოდ მსოფლიო ისტორიაში არ უარსებია და მისი უარყოფა ვერავინ ვერ გაბედა, იმდენად ის ავთენტურია, იმდენად მოცულობითია. და ასეთი ჩავარდნები ამ უწყებას ჰქონდა ძალიან ბევრი და აქვს და ექნება კიდეც, იმიტომ რომ ეს უწყება თავის საქმეს არ აკეთებს. ეს უწყება არის ჩვენი მოქალაქეების. ეხლა მაგალითად არა, სულ ერთი არ არის. ეს მეორე უკიდურესობა, როდესაც ვამბობთ ხოლმე რომ პაიკების გადაადგილებას რა მნიშვნელობა აქვს. პაიკების გადაადგილებას მნიშვნელობა არ აქვს, მანამ სანამ დაფაზე პაიკი არის და ეს პაიკი არ მოკვდება. და თუ პაიკი მოკვდება, ესე იგი შენ არსენალში შენ ჯარისკაცების რაოდენობა მცირდება. 2x2 4-ია, ხო ასეა ჭადრაკში და ასეა ამ შემთხვევაში. ამიტომ რა თქმა უნდა აქვს მნიშვნელობა. დღეს ივანიშვილი არის გაცილებით უფრო სუსტი, ვიდრე იყო გუშინ. და ეს არ უკავშირდება პერსონალ ლილუაშვილს, ან მის მოადგილეებს, ან თვითონ სხვა დანარჩენ ადამიანებს, რომლებიც შეცვალეს, ან რომლებსაც აწი შეცვლიან და პანღურით გამოაგდებენ სხვათა შორის თავის თავს დააბრალოს იმ ხალხმა. არც ერთი პროფესიონალი, ესე ვთქვათ, პროფესიონალებმა ეს უწყებები დიდი ხანია უკვე დატოვეს, უბრალოდ დაატოვებინეს. და ესეთი რამდენიმე წყება იყო 2013-ში, მე 2016-ში, მე 2018-ში, მე 2020-ში და ეხლა მიდის აი ბოლო ნარჩენების შანთვა და ეს არის უფრო 37 წელი, როდესაც უკვე თავისიანებს გამომზმედელ ჩეკისტებს ახალი თაობის ჩეკისტები დაერიან. აი ეს პროცესია. რა თქმა უნდა, ეს რა არის, უფრო არის სუსტი ივანიშვილი და ძალიან მარტივადაა საქმე. არც ლილუაშვილი და არც მსგავსი, არც სადღაც დამალული ღარიბაშვილი და არც კიდევ ვინმე სხვა, მინიმუმ ამ წყობისთვის და ამათთვის, როგორც იტყვიან ხოლმე, ხო? ამათთვის თავს აღარ მოიკლავს, მინიმუმ. რა თქმა უნდა, აგერ გამოიყვანეს სისულელები ილაპარაკა წასვლის წინ, რომ ვითომ ყველაფერი მშვიდათაა, მაგრამ სიამოვნებაში ესე არ არის. შემოგვიყვანეთ მათი რიგების შეთხელ და რაც მთავარია, წარმოიშვება გარდაუვალი ქაოსი, განსაკუთრებით ძალოვან ბლოკში, წარმოიქმნება უამრავი ადამიანი, რომელიც თავს იგრძნობს იმას, რომ არის ლაფატკაზე, და ანუ დღეს არა და ხვალ გააგდებენ, თან გაუჩნდება დაუმსახურებლობის დაუფასებლობის განცდა, იმიტომ რომ 1000-ში ქაქი საქმე აკეთებინეს და ეხლა ხელებს გვაწმენდნენ და გვაგდებენ და აი ესეთი მასა რომ წარმოიშვება შიგნით, ეს ბირთვში ბუნებრივ არეულობას გამოიწვევს. რა თქმა უნდა, ამას დაემატება ის გარემოება, რომ ვიღაცა იტყვის, რომ ლილუაშვილი ქემაინც ადამიანი იყო და ეხლა გიჟის ხელში ჩაგვაბარა, იმაზე ვეღარ ამბობენ გიჟს, მაგრამ ფიქრობენ და უშვებენ და ხო ყველა მიცს, რომ ივანიშვილი გიჟია, მაგრამ ეხლა ყველა ჩაგვაბარა ამ გიჟის ხელში. მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც არის, ეს არის ბიზნესთან ურთიერთობა. ბიზნესთან ფორმალურად ვითომ დავითაშვილი ურთიერთობს, მაგრამ ეს
სამთავრობო ესე ვთქვათ ბიუროკრატიის ნაწილში სინამდვილეში ფინანსურ ნაკადებს აკონტროლებდა ივანიშვილი ლილუაშვილის ხელით. სწორედ შესაბამისად ეხლა ეს დიდი ბიზნესი რომელიც შეზრდილია ჯერჯერობით არავინ არაფერი არ იცის იმიტომ რომ არავის არ უნდა კობახიძესთან ბუნებრივია საქმის დაჭერა დავითაშვილიც არის ეტენებიან ალბათ კალაძეს მაგრამ კალაძეც არ ასხივებს გრძელვადიანობას იმიტომ ყოველ შემთხვევაში მინიმუმ 3-4 კობახიძის ირგვლივ რა ხდება ბატონ გიგი რა ხდება დავამთავრებ იმიტომ რომ ის არის რა ლოგიკურად იმიტომ რომ არც კალაძე 60 თვეში იქნება თუ არა კანდიდატი ეგეც ჰაერში კიდია ამიტომ კალაძესთან გადალაგებას აზრი არ აქვს და არიან ესე დარბიან აი როგორც პაპაშვილი რაღაცა ძროხა ამოგდებული იქით-აქეთ დარბის აღარ იცის ვის შეეტენოს. ასეა დღეს ბიზნესი და ასე იქნება, სანამ ასეთი მოდელი დარჩება. ამიტომ არანაირი ლილუაშვილის ცვლილება და ახალ ლილუაშვილს კი ნუელოდებით, ვის ბიზნესი გაქვს და ვინც ამ ქვეყანაში ფული გინდა იშოვოთ. თუ ეკონომიკა არ გაიზარდა და თუ ეკონომიკა იქნება მართლა იმ შხამიანი ძროხასავით, ყველა მოიწამლება და ვერავინ ვერ იხეირებს. ამიტომ ეგ მაგის არის ცვლილება და მეორე მთავარი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ. ეს არის აი ამ ურთულესი, ძალიან წინააღმდეგობრივი, ძალიან რთული, დამცქანცველი და შემზარავი ბრძოლის შედეგი, რომელსაც ეს ხალხი ეს ესე ტყუილა არ ხდება. ეს უნდა კარგად გვესმოდეს და ბრძოლაზე გადავალთ ბატონ გიგი, უბრალოდ აი კიდევ ერთი საინტერესო რის გამოც ჟურნალისტებისთვის იყო საინტერესო ეს საკადრო გადაადგილებები ივანიშვილის მმართველობის პერიოდში პრინციპში არ გვინახავს ხოლმე რომ მის დანიშნულ პრემიერებს ქონოდათ სრული არ ვიცი ძალაუფლება, ან უფლება ყველა სისტემაში მათ შორის ზალოვნებში თავისი კადრები დაენიშნათ, ხომ? ახლა ეს ამბავი ასე გამოიყურება, რომ კობახიძე ძლიერდება, მათ შორის რეგიონებშიც. ეს ამბავი გამოიყურება ცალსახად და ამის თქმას ვცდილობდი, ეთყობა კარგად ვერ გამოვთქვი. ეს ამბავი იმათ კი არ გამოიყურება, რომ კობახიძე გაძლიერდა. ეს ამბავი გამოიყურება იმზე, რომ ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ივანიშვილის რეჟიმი დასუსტდა. აქ ამაზეა საუბარი. იმიტომ რომ რა ძალაუფლების კონცენტრაციაც არ უნდა მოახდინო ერთ კობახიძეში, ივანიშვილი ამ ცვლილებების შედეგად არის დასუსტებული. მას მწყობრში ყავს გაცილებით უფრო უმოტივაციო ჯარისკაცები. მათ შორის მარბიელი ჯარისკაცები ამ შემთხვევაში სამხედროებს არ გულისხმობ, რიგითებს, პაიკებს რო უძახან, აი ის ბევრად უფრო დემოტივირებული, ბევრად უფრო დაბნეული, ბევრად უფრო გაბრაზებული, ბევრად უფრო იმედგაცრუებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ლაფატკაზე შემოგდებული, როდის გააგდებენ, ხვალ არ იციან. აი ეს არის აქ მთავარი, ამიტომ ის ძალაუფლება რა დაემატა და რა გამოაკვდა კობახიძეს, აქ ძალაუფლება არის სიმულაციური. მეორე ვხედავ ხშირად ეხლა იმებს, რომ იქ რუსებმა გაწიეს კობახიძეზე ფსონი გააკეთეს, არაფერი ჯერჯერობით პერსონალისტურია ეს დიქტატურა და ეს პერსონალისტური ღვთაება ამ შემთხვევაში არ არის კობახიძე. ხვალ რომ ივანიშვილი არ იყოს კობახიძე სად გაასწრებს, ქუჩაში სად გაქრება ვერც დაინახავთ. მისი ალიკვალი გაიკარგება. ეს არის პერსონალისტური ძალაუფლება კონცენტრირებული ერთ ღვთაებაში და მიდის მთლიანად მთელი პროპაგანდა და სისტემა აწყობილია ისე რომ ეს არის ღვთაება. უბრალოდ ღვთაება იმის ღვთაებაა, რომ ის არ მონაწილეობს ზედმეტად აი ამ რაღაცა პატარა გარჩევებში და მის ის დისტანცირებული აქედან. მაგრამ ეს ღვთაება, მისი იმიჯიც, ისევე როგორც მისი ადმინისტრაციული, რეპრესიული აპარატი, რომელსაც დღეს საქართველოს ვითომ მთავრობა ქვია, დასუსტდა და ეს დასუსტება გამოწვეულია ზუსტად აი იმ ყანყალით, რომელსაც ის უკანასკნელი 5-6 თვის განმავლობაში განიცდის. ამიტომ ეს ყანყალი არ არის ტყუილა, ეს არავის არ ეგონოს, რომ კი უდანაკარგოთ ეს ბრძოლა არ მიდის. იმიტომ უამრავი ადამიანია ციხეში, უამრავი ადამიანია დაჯარიმებული, უამრავი ადამიანია გადაღლილი, უამრავი ადამიანს უკვე აღარ ჯერა რომ შედეგი შეიძლება დადგეს, მაგრამ თუ ნორმალურად და ცოტა ფართედ შევხედავ დავინახავთ რომ შუალედური შედეგი ეს დიდი რყევა არის. დიდი რყევა არის და იმ მაქსიმალისტებს, რომლებიც ყველაზე მაქსიმალისტები არიან ხოლმე, მინდა ვთხოვო რომ როდესაც ძალიან ზედმეტად მაქსიმალისტში გადადიხარ, მე ადამიანს ამითი გულს კი არ უმაგრებ, არამედ ამ ადამიანს იმედგაცრუებას უწყობ ხელს, ვინც ვერ ხედავს რომ დღეს ეს რაც ეხლა მოხდა არ არის უბრალოდ რაღაცა როკიროკა ერთი იდიოტის მეორეთი ჩანაცვლების, არამედ ამ ეს ჩანაცვლება არის
ცუდი მძიმე ცხოვრებიდან გამ პირობებული და მათი რიგები მცირდება, მათი ფსიქოსი მატულობს, იმიტომ რომ რაც უფრო თუნდაც ჟანგიანი მუხრუჭი, როდესაც აღარ აქვს მანქანას, ის უფრო მალე გადაიჭერება. ამას როგორ იყენებს ოპოზიცია? ამაზე გკითხავთ, უბრალოდ აი ოპოზიცია როგორ იყენებს, ამას აფერი გამოყენება არ ჭირდება. ამას ჯერ ელემენტად დანახვა ჭირდება. ვერ ხედავს ოპოზიცია ამას მაშინ. რატო ვერ ხედავს? როგორ მე ოპოზიციას არა მაგ ხშირად არის, რა ვიცი ხა Facebook-ზე წაიკითხავ 1000 თეორიებს და განსაკუთრებით იმის რომ ვაიმე ეს რა მნიშვნელობა აქვს მაინც დაგვერხა. არაფერი არ დაგერხა, დაერხა იმათ. დაერხა იმათ, რომელსაც ერთის მხრივ ჯანსაღი აზრის ფარგლებიდან რო შეხედო. ეხლა ლილუაშვილი, ისევე მეორე ხა მე მისგან მეხოტრე გამოვა ჩემი, ხომ? ლილუაშვილი არაფრით არ განსხვავდება ამათგან, გარდა ერთისა, რომ ესენი არიან უბრალოდ, აი, კოზახი და ჩოლებრივ ფსიქოპატი. და ეს რაღაცა ესმენი კი იყო ყველაფერს შეუსრულებდა რა გონია ივანიშვილს უბრალოდ რაღაცა ჟანგიანი მუხრუჭი მაინც იყო ეხლა ეგ მუხრუჭი აღარ არის ახლა უფრო მეტი რეპრესიებისთვის შეიძლება გამოიყენოს კომბახიძე მათ შორის ეს ძალაუფლება ამიტომ ეს ნიშნავს ამიტომაც ვამბობთ რომ განსხვავება იყო ის წინა პრემიერებს ამ ხელა ძალაუფლებას არ აძლევდა ამიტომ ეხლა ექსტერნალურ სიტუაციაშია ივანიშვილიც არ არის სტანდარტულ სიტუაციაში კი მართვის მისი პარადიგმა შეიცვალა იმიტომ რომ უშიშროება იყო ცალკე უთყავდა მათ რაღაც მთავრობასაც, პარლამენტსაც, სხვადასხვა იმეებსაც, მაგრამ იყო ცალკე და ექვემდებარებოდა მას პირადად. ეხლა პირადად სავარაუდო დაქვემდებარებაში დაიტოვა მარტო სასამართლოები. დანარჩენი მთლიანად არის ყობახიძეზე ჩამორთული და ეს არის მისი წარმოდგენით გომელაური ჩემის აზრით მალე წავა გომელაური გალოთებულია და უბრალოდ ეხა ის არის გომელაური ისედაც არ წარმოადგენს იმ ტიპის ფიგურას ივანიშვილს შეიძლება მას ენდობა და ენდობა ცხადია მაგრამ არ წარმოადგენს იმ მასშტაბის ფიგურას თუნდაც მაგ კატეგორიის ხალხში ვის დღეს იქ ტრიალებს რომელსაც რაიმე დიდი რამე მასზე ფსონიდოს ის ალბათ ჩემი აზრით მალე გაიწევა და უკვე რუდიმენტია აი საინტერესო იქნება ის დაცვის უფროსი რომელიც 9 იმას 20 ივნის რეალურად ივანიშვილის დავალებით ხელმძღვანელობდა ისაც წავა თუ წავა თუ არა აზორ ჩუბინძეს გულისხმობს იმიტომ რომ სინამდვილეში ის გახარია კი მალავს მაგას მაგრამ ივანიშვილი პირდაპირ დავალებებს აძლევდა აზორ ჩუბინძეს რომელიც კადრებით ვნახეთ რომ 20 ივნის იქ იყო და რომ გაიხსნა სახე და ის ხელმძღვანელობდა ადგილზე იმ დარბების დაწყებას და ამაზე კარგი იქნებოდა რომ სიმართლე ადრე თუ გვიან გახარიას ეთქვა ახლა ზღაპრებს რო გვიყვება მაგრამ ეს ხო თავისთავად ფაქტია ეხლა ეს ისეთი რამეა, რასაც ვერავინ ვერ არ ყოფილა სახელმწიფო მინოლომჯარიას ანგარიშში ასეთი ფაქტები არ ყოფილა მათ შორის ანზორ მე რასაც ყვები როგორ არ ყოფილა ანზორ ჩუბინიძის მიერ ბრძანების გაცემა ხა მე არ ვიცი რომ იმაზე საუბრად ანზორ ჩუბინიძე იქ იმ ქვედანაყოფ პარლამენტის წინ რომელმაც გახსნა ის დათვის ტყვიები და გახსნა იქ და ხო მე ვიყავ იქ და მე ჩემს რაში მჭირდება ხო ვინმეს დასკვა კაც მე თვითონ უყურებდი ამას ყველაფერს და ამას წინ ახდა ის რომ მოლაპარაკება უნდა დაწყებული იყო და გახარიასთან შეთანხმებული იყო და და ამიტომ ამბობ კიდე მოსაყოლი ისტორია აქვს ესე ჩაუპაჭუნეთ ხალხს თვალი და გავიარეთ ეგრე არ გამოვა ხო თქვენ თქვით რომ აი გახარია აფარებს ახლა სხვა შორის ირაკლი შაიშმელაშვილის კომენტარის გამახსენდა ჩვენ ვკითხეთ მახსოვს ჩუბინიძეზეც და ის უარყოფდა მის არა რას უარყოფდა როგორ უნდა უარყოს ხა ანზორ ჩუბინიძე იქ იყო ადგილზე და გახარია სადღაც კაბინეტში იყო რას უარყოფდა იქ რო იყო და იმ ბიზინამ დაურეკა თუ არ დაურეკა ხა გახარიამ რა იცის ან ვისა შაიშმელაშვილი ვთქვი ამ შემთხვევაში გინდა შაიშმელაშვილი რა იცის მოკლედ ამ მნიშვნელობა აქვს ხა იქ ვიღაცა წავიდა და ვიღაცას ხელს აფარებს რატო გონიათ არ მაინტერესებს ეს არის მეასე ხარისხოვანი მე ჭორაობას არ ვაპირებ ჩვენ ვსაუბრობ ფაქტებს ფაქტები არის რომ რაღაცაზე ამკაც პასუხი გასაცემი აქვს და ასე რაღაც პრედესტალებიდან უგველაპარაკება ჩამოვიდეს აღარ არის ხელისუფლებაში ჩამოვიდეს გამოჩნდეს დაждდეს როგორც მატერიალური ძეგლი ანუ ხორჩესხმული სუბიექტი და არა სადღაც ზღაპრებიდან უგველაპარაკება და მოყვეს ის რაც საზოგადოებას აინტერესებს და არა ის რაღაცა მორალური პრედესტალებიდან რაღაც ნაცი კონცეფტს რო ადარებს და რაღაც სისულელებს ბჟუტავს ეს მათ გასაგონად და ამას ეს ხაზი რაღაც მათ გადაწყვიტეს ასეთი პოლიტიკა აწარმოებს, მაშინ ყოველთვის უნდა იცოდნენ რა, რომ ცალკარას თამაში არასდროს არავისთან არ იქნება. ეს ახლა რაც შეეხება ამას, მაგრამ დაუბრუნდეთ ისევ ჩვენ ძვირფას ხელისუფლების წარმომადგენლებს. ფაქტი არის, რომ ესენი დასუსტდნენ. ახლა ეს უნდა ამის კონვერტაცია ძალაში უნდა მოახდინოთ ჩვენ, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი 8-ში შეკრება
და იმ დაანონსებული გეგმების ბოლომდე მიყვანა, რომელიც არის და ძალიან მარტივია. შეუძლებელია თავმოყარე ერმა დაუშვას ის, რომ ღიად რუსეთთან კოლაბორაციაში რუსული მთავრობა მოვიდეს 9 აპრილს და როდიონოვის მიერ დაჩეხილი ხალხის მონუმენტზე ყვავილები დადოს. ეს დღევანდელ საქართველოში შეუძლებელია. კი, ესე არის, ან ისინი, ან ჩვენ, ან ქართული საზოგადოება, ან ხუნტა. შუალედი აღარ არსებობს და ყველა ვინც იძახის, რომ მოდი, რიბატა, დავაიწე ჟის დრუჟნა და რაღაც კოტლი აპოლიტის ისინი ეს რეჟიმა უკვე გამორიცხა და მათ შორის გამორიცხა მას შემდეგ როდესაც ფოკუსში არა გახარია რა შუაში ხელისუფლებაზე ვლაპარაკობ შუაში ყოფნა ამ შემთხვევაში არ მილაპარაკ ამ შემთხვევაში არ მithქვია თუმცა გახარია კი მაგას თამაშობს და ეგ თამაში თვითონვე გაიჭრება მე მიმაჩნია ამაზრზე ამორალურ მაგრამ პრაგმატულად მესმის რატომ როგორ გგონიათ რატო იმიტომ რომ გონია რომ ის რაღაცა მისი ამომრჩეველი არის ხოცებიდან წამოსული და ის თუ ნაცების გვერდზე ფოტოზე აღმოჩნდება ვაი დედა ნაცი ყოფილა ეს ამას მხოლოდ ამას ქვია რომ კომპლექსები გაქვს და სანამ კომპლექსები გაქვს ვერანაირი პოლიტიკიდან ვერ გამოხვალ ვერ პოლიტიკოსად ვერ ჩამოყალიბდები იმიტომ რომ ჯერ ერთი თუ დავიწყოთ იმას რომ უნდა კარგად გვესმოდეს რომ ხვალინდელი საქართველო რომელიც თუ ივანიშვილის რეჟიმი დარჩა ის აღარ არის საქართველო რომელიც იყო თუნდაც გუშინ თუნდაც 24 წლის არჩევნებზე თუნდაც 21 და თუნდაც 20-ის ხვალინდა საქართველოში პოლიტიკა და შესაბამისად პარტია და შესაბამისად არჩევნები არის გაუქმებული ამ მოცემულობით დღეს როგორც არის საქართველო მათ შორის იმ კანონმდებლობით რომელიც გუშინ მიიღეს მედიაზე რომელიც გუშინ წინ მიიღეს პარტიაზე რომელიც იმის წინ მიიღეს და დღეს კიდე ახალი დამატებები მიიღეს სამოქალაქო საზოგადოებაზე კანონებით რომელიც მიიღეს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით კანონები რომელიც მიიღეს თუ ადგილობრივზე ვლაპარაკობ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით და ადგილობრივ მოწყობასთან დაკავშირებით და ამას ყველაფერს ემატება ეს ამ კანონებს ემატება ის რომ აბსოლუტური სრული უკანონობა სრული დაუჯელობა სრული ბრუტალურობა, სრული კორუფციური რაღაც ჭაობი და აბსოლუტურად არანაირი მუხრუჭი რეჟიმს არ აქვს. აი ამ პირობებზე ვლაპარაკობ და ამ პირობებში სერიოზულად განხილვა, როდესაც კაც გეუბნება, რომ პარტიები უნდა აუგზავნოს, შენ კიდე ფიქრობ ადგილობრივ არჩევნებზე, უბრალოდ ალალოგი ამცტარი ხარ დროსა და სივრცეში საერთოდ. კომისიაზე რას ფიქრობთ? სხვა ჩვენს გახარიას პარტიის მხრიდან არის მინიშნებები, რომ ისინი ინდივიდუალურად გადაწყვეტენ, ანუ არ ვიცი, შეიძლება გახარია მივიდეს მაგალითად წოლუკიანის კომისიაზე, ეს რაიმეს დაადასტურებს თქვენთვის თუ არ აქვს ამას მნიშვნელობა ეხლა? მის არაადეკვატურობას ხოლმე, თორემ მეც არაფერს. ახლა ეს კომისია გასაგებია რისთვის არის შექმნილი. ამ კომისიას ჯერცეთი არც საკანონმდებლო ჩარჩო აქვს, არც მორალური, არც სამართლებრივი, არაფერის ჩარჩო არ აქვს. ეს არის ახირებული თამაში რეალიტი შოუს. ჰა? ასე უყურებთ გენერლების ყველა ადამიანის მისვლა. მე არ დავიწყებ განკითხებას. მე ჩემთვის სრულიად ცალსახაა რომ პოლიტიკოსები იქ არ უნდა მივიდნენ. მაგრამ ხა ტექნიკურ ადამიანებს, მათ შორის სამხედროებს მე სხვა სტანდარტით ვაფასებ, მიუხედავად იმისა, რომ არ ვამართლებ მის იქ მისვლას. არც ერთის მისვლას. მით უმეტეს მეც არ ვაპირებ და ჩემ გარშემო არც ერთი თავმოყარე ადამიანი იქ მისვლას არ აპირებს. შეუძლებელია ჯერ მარტო იმიტომ, რომ ხა ერთი წელი დაგიჭერ თუ არ მოხვალ. ეს უბრალოდ თავმოყარეობის საკითხია. ყველაფერს პოლიტიკა რო გვერდზე გადავდა. კი ბატონო. ამიტომ ამაზე ლაპარაკი საერთოდ ეს კომისია იმისთვის არის შექმნილი, რომ პირველ რიგში აკრძალონ და მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, აკრძალონ პირველ რიგში ნაციონალური მოძრაობა და მე დანარჩენი ვინც მოეწონება, ეს დაანონსებულია ასე რომ ის არის. მე სიმართლე გითხრა, ამას ძალიან მშვიდად უყურებ. ძალიან მშვიდად უყურებ. განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში საერთოდ არ მიმაჩნია რომ მომავალ საქართველოში თუ ივანიშვილი რჩება იურიდიულად დარეგისტრირებული პარტია არის ოქსიმორონი. იურიდიულად დარეგისტრირებული პარტია რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას იმ საქართველოში რაც უკვე დღეს გაგვიფორმეს. ის არის ჩვეულებრივი პროქსი პარტია, ჩვეულებრივი შეკრული პარტია, ან სისტემის ნაწილი, ან სასარგებლო იდიოტი. მაგრამ ის აღარ იქნება არაფრისთვის მებრძოლი. აი იმ ყველაფრის ჩამონათვალის მერე რაც მე გეუბნები. ამიტომ ჩემის აზრით და ძალიან ცინიკურ რაღაცას ვიტყვი, მათ შორის ჩვენი ყველა პარტიის მიმართ. ყველა საზოგადოებაში სადაც გახვალ, ყველა ერთს გეუბნება, რომ გაერთიანდით, ერთად იყავით. ერთად ყოფნა არ ნიშნავს რაღაც ერთად იმას, რა ქვია, მაინდა-მაინც ერთ ხვაფში ყოფნას, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ გაერთიანებას, რომ საზოგადოების დაკვეთა, იმიტომ რომ დიქტატურას ცალ-ცალკე და მრავალფეროვნებით არსად დედამიწის ზურგზე არ დამარცხებულა, ერთიანი მუშტი ჭირდება და ერთიანი ძალისხმევა ჭირდება, ეს 2x2-4-ია და ის რააცაც ვერ მოახერხეს პარტიებმა, რატო ვერ მოახერხეს? იმიტომ ვერ მოახერხეს, რომ თავიანთ პარტიულ იდენტობას უფრთხილდებიან, ჩემი ნომერი, ჩემი ისტორია, ჩემი დავდომარე, ჩემი გემდივანი, ჩემი ბებია, ჩემი ბაბუა და ასე შემდეგ, ჩემი ამომრჩეველი და რაღაცა და ეს ამომრჩეველი საერთოდ აღარ ეყოლებათ, იმიტომ რომ ფიქცია გახდება არჩევნებში.
გამჩნევ. ამიტომ ის რაც ვერ მოახერხა, ხო, ოპოზიცია მოახერხებს ქართული ოცნება. გააუქმებენ რეგისტრაციას, ეს ჩათვალეთ რომ არის იურიდიული ფუფხი, რომელიც ჩვენ თუ ვერ მოვიშორეთ, მოგვაშორებენ ესენი. აღა ისიქნება, ზუსტად იქნება მაშინ უკვე შესაძლებლობები თანამშრომლობის, იმიტომ რომ დასაკარგი იმას თავის არტპარტიული იდენტობა ექნება ვინმესა, გინდა ჩემიანს და გინდა სხვისიანს. და არც პარტიის სტრუქტურა ექნება ასაშენებელი ცალკე, ექნება მხოლოდ შიშველი ხელების სიმართლე და საბრძოლელი მუხტი. ან არ ექნება ეს, ამიტომ დავანებოთ თავი მაგაზეც მოთქმას და გააუქმებენ პარტიებს. კიდე უკეთესი მე პარტიების გაუქმება, ასევე ხო თვითმმართველობის არჩევნებამდე, თვითმმართველობის არჩევნებში ვერც მიიღებთ მონაწილეობას და ესეც ხდება, მაგრამ ჩემი კითხვა სხვა რამეს ეხება, ბატონ გიგი. აი კომისია პირველად აქ, ისე იგი იმას არ გამარჯვებს კომისიაზე როდესაც საუბრობთ, ბატონ გიგი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც არის ხომ ამ კომისიის სამიზნე, აი მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, მათ გირაო შეუფარდეს, იყო პატიმრობის მოლოდინი. არ გამოიყენა ეს ივანიშვილმა, არც თქვენ და კიდევ რამდენიმე როდესაც იყავით მაშინ გზის ეგრეთ წოდებულ გადაკეთებაზე დაკავებული. მაშინაც იყო მოლოდინი პატიმრობის, მაგრამ არ გამოიყენა. აი, მაინც როგორ ფიქრობთ? არის რაღაც წითელი ზღვარი, რასაც არ კვეთს ოცნება? თუ რატომ არ კვეთს? ახლა ამას რომ კეთილსინდისერებით არ აკეთებს, ეს გასაგებია. ის გამო არ აკეთებს ამას. მე მგონი შეკითხვა წითელ ხაზთან დაკავშირებით ოცნებასთან არა არასებობს ოცნებისთვის. რატომ არ აკეთებს ამას მაშინ? ნახეთ, აი რატომ არ გაუშვა პატიმრობაში? გადანახული აქვს დიდი ხანია. ეხლა ამ წუთას მეხუთეჯერ თუ მეექვსეჯერ დამიჭერ თუ არა, ეს ხوار შეიძლება იყოს წითელი ხაზი. წითელი ხაზი ოცნებამ უკვე დიდი ხანია ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთა. ასე რომ იქ წითელი ხაზი არ არსებობს. რა შეიძლება? აი ახლა რატომ არ იყენებს როგორ გგონია, როცა შეუძლია ამის გაკეთება? ეხლა ის კომისია მამუკათი და ბადრი დაიწყო, ისიც არაადეკვატურია. ხო, აი ქართული ოცნების სტანდარტითაც არაადეკვატურია, დაიწყო კომისია 12 წლის ეპოქის შესწავლით და დაიწყო მამუკათი და ბადრი და არაადეკვატურია, მაგრამ რაც გაიგო. მას თუ უბრალოდ აი რა ახსნას არ ვიცი, რა ვიცი, ვითი დაიწყო, რა ვიცი, აგერ აი ოქრუაშვილიც იმას აქნეს. მე ხა დაბარებული და არმისულების რაოდენობა იზრდება და ნახავთ ხა აგერ გადავიდეს დაპატიმრებებზე, ეს დაჭერებზე. თარგამადეს, გოკაც დაიბარეს, იქით მელია, რა ისინი ყველა დაიბარეს, ხო? ჩერჩერობით მე არ დაუბარებ ხოთაშოს. ხო, შეიძლება დაგიბარონ და როგორც წინასწარ ხვდებით არ მიხვალთ. მოკლედ ის არის, რა ქვია და ამ კომისიაზე არმის მანდაც რო იცოდეთ, მე რა ინფორმაციაც მაქვს ხა. შიგნით, როდესაც აი ესე იხუფება ეს რეჟიმი, ხო? შიგნით უკვე აი ხუბში მოხვედრილი ვირთხებივით არიან და რაღაც მომენტში ერთმანეთს ყბენენ. და ეხლა იგივე რატო არ დაიჭირეს მამუკა ბადრი და დანარჩენები. მე როგორც ვიცი, კობახიძე და ეს ხაზი, ანუ პოლიტიკური მმართველობა ვინც არის ივანიშვილის კაცზე, იყო მომხრე რადიკალური ქმედებების, ანუ დაჭერის მათ შორის ისა და აი ეს პატიოსანი კაცი, რომელიც კიდე რაღაცნაირად მეისრესავით იყო ამერიკელებთან, იძახდა რომ მაშინ რაღაც მალაპარაკებთ ამ ხალხთან, ყველა უნდა დაიჭიროთ იმათა რა უნდა. ხო, ესეც შეიძლება ყოფილიყო. და ამას მე პარალელურად დაემთხვა ის, რომ ელოდებოდნენ ტრამპის ადმინისტრაციიდან რაღაცა ფოჩებიან საჯუქრებს, მიიღეს პანგური და ეხლა მოჩა deep state-მა გაიმარჯვა, ეს ლილუაშვილისაც ბოლო პანგური ამოარტყეს. კობახიძე სრულმა გიჟმა გადაცა უпроსორედ უბოძა ძალაუფლება, ეს ისევ იმეორებ არის უდიდესი სისუსტის ნიშანი, მაგრამ იქნებიან ესენი ბრუტალურები, ძალიან ბრუტალურები, მაგრამ როგორც ჯობია ქრონიკულ იმას რა ქვია დაავადებას ანთებითში გადავიყვანოთ, იმიტომ რომ ანთებიც მალე დავამარცხოთ. რაც უფრო იგიჟებენ, მით უფრო სწრაფად წაიქცევიან. აი ეს არის ჩემი დიაგნოზა. რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი.